ეს კადრები მალე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება. ეს და სხვა კადრები იდება ყველა იმ მაღალჩინოსნის საქმეში, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობისთვის გასამართლდება. ასეთი კი არაერთი იქნება. განსაჯელის სკამზე სინდისის პატიმრებს შეცვლიან ის მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკები, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებს სისხლიანი ღამეები მოუწყვეს, ცემეს, აწამეს და უკანონოდ დააპატიმრეს. იქამდე კი ასეთი კადრები და კონკრეტული გადაწყვეტილებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ ივანიშვილის გუნდი მოძალადე რეჟიმია. რეჟიმი, რომლისთვისაც კანონი ერთი კაცია, სამართალი შერჩევითი. ადამიანის უფლებები კი მხოლოდ სიტყვის მასალა. რეჟიმი, რომელიც დევნის განსხვავებულ აზრს და ერთნაირი სისასტიკით უსწორდება როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ისე რიგით მოქალაქეს, ვინც გაბედავს და მის გადაწყვეტილებებს ქუჩაში გააპროტესტებს. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი რეჟიმის სისასტიკე ბოლო წლებში არაერთხელ ნახეთ, თუმცა თავი განსაკუთრებით გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოიჩინეს, როცა ხელისუფლების მიერ ევროპული კურსის ცვლილებით გაბრაზებული მოქალაქეები ქუჩებში უმოწყალოდ სცემეს, არ დაინდეს არც ჟურნალისტები. ამ დრომდე არც გურამ როგავაზე და არც სხვებზე თავდამსხმელი პოლიციელები არათუ დაკავებულები, იდენტიფიცირებულებიც არ არიან. მოვლენებს ასეულობით დაზარალებული ყავს ამ რეპორტაჟში ორის პოლიტიკოსი გია ჯაფარიძის და აქტივისტი ზვიად მაისაშვილის მაგალითზე გაჩვენებთ როგორია ქოცურის ამართალი. ორივე რეჟიმის მსხვერპლია, მცირე განსხვავებით. გია ჯაფარიძე ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფს, ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს აცებინა. ზვიად მაისაშვილს კი რეჟიმის მცველი სპეცრაზმელები გაუსწორდნენ. თავდასხმებს შორის ინტერვალი რამდენიმე თვეა. ის გამოძიებაც დაიწყო ჩემს საქმეზე, იყო ყველაფერი ფორმალური. თავიდან იყვნენ ძალიან მოტივირებულები, რომ თუმცა ეს საქმე გამოეძიებინათ. ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავ, როცა უკვე გამოძიებელი მირეკავდა და მინიშნავდა შეხვედრის თარიღს, როდის უნდა ქონოდა გასაუბრება. მე უკვე სამხარაულის ექსპერტიზაზე რაღაც აიღეს ნიმუშები, ნახეს რა მხელვად დაზიანებები მქონდა, გაზომეს სანტიმეტრებით და ისე ჩანდა თითქოს რაღაცა ცდილობდნენ რაღაცა გაერკვიათ რა მქონდა დაზიანებული, თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ არანაირი განახლება არ მომხდარა. ზვიად მაისაშვილის ცემის კადრი დარწმუნებული ვარ ყველას გახსოვთ. მას ივანიშვილის სპეცრაზმი ფიზიკურად 30 ნოემბერს გაუსწორდა. კადრებშიც ჩანს, რომ ძირს დაგდებულ სპეცრაზმელები წიხლებს სახეში ურტყავდნენ. დაზარალებული სტატუსი ზვიად მაისაშვილს მხოლოდ 8 თვის შემდეგ მისცეს. გამოძიება სხვა მხრივ წინ არ წაწეულა. მასზე მოძალადე სპეცრაზმელები ამ დრომდე იდენტიფიცირებულებიც არ არიან. თვითონ რასაც იგონებენ მიზეზად არის, რომ თვითონ ვერ შეძლეს ეს და ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას. თუმცა რეალურად რომ მოინდომონ ამ იდენტიფიცირება არის ძალიან მარტივი, როდესაც უნდათ ვინმე ადამიანის დასჯა, თუნდაც სუმცირე პატარა გადაცდომაზე, შვენივრად ახდენენ მის იდენტიფიცირებასაც და დასჯასაც. განახლება კი არა, ამ დრომდე ის არ აქვთ დადგენილი ვისი სისხლია ზვიადის ქურთუკზე. დღემდე ჩემი ქურთუკი რაც მაშინ მეც არის დაპატიმრებული. დღემდე არ მოქვს ცდომა და არ მაძლევენ და თან თვითონ ზამდენი ხანი ვერ დაუდგენიათ ჩემი სისხლი იყო თუ არა მართლა. ნუ ეს ყველაფერი არის სასაცილო, როცა ამდენი ხანი გადის და ჯერ კიდევ არაფერი არ არის ელემენტარულ დონეზეც რა დადგენილი, რომ თუნდაც ის სისხლი რაც იყო ქურთუკზე იყო თუ არა მართლა ჩემი. ზვიად მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ არსებული ხელისუფლება დამნაშავეებს არ დასჯის. ან როგორ უნდა დასაჯონ ისინი, ვინც სისტემას ძალაუფლების ფარად შესაძლოა ხვალის დასჭირდეს. ივანიშვილის რეჟიმმა ხო პოლიცია სამართლის კი არა, მათი სკამების მცველებად აქცია. მგონია, რომ მთავრობას განზრახ არ უნდა რომ ეს ადამიანები დასაჯონ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დგანან ამ სისტემის ასე ვთქვათ ვინც ახორციელებენ, ვინც ახდენენ იმას, რომ ამ სისტემამ არ დაკარგოს თავის ძალაუფლება, ეს ადამიანები არიან, ვინც რეალურად იჭერენ სისტემას, რომ არ ჩამოიქცეს. და რეალურად, როდესაც გამოვდივართ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ადამიანები არიან, ვინც კბილებით იცავენ ამ ხელისუფლებას, ამიტომ არანაირად არ აწყობს ხელისუფლებას, თუნდაც ერთი სპეცრაზმელის და ერთი რობოკოპის დასჯა, იმიტომ რომ ზუსტად ეს რობოკოპები არიან ისინი, ვინც აკეთებენ ბინძურ საქმეს მთავრობისთვის.
ქართული ოცნებისთვის, ვინც ყველაზე ბინძური საქმეები აკეთა, სისტემაში უკვე აღარ არიან. ხარება და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვახო გომელაურთან ერთად გაუშვეს, თუმცა მანამდე კარგად გამოიყენეს. სწორედ ხარება სპეცრაზმი იყო, ვინც ახალგაზრდებს ქუჩა-ქუჩა დასდევდა და სცემდა, ვინც აქციის მონაწილეებს დაკავების მიკროავტობუსებში აწამებდა. არაერთი კადრია იმის დამადასტურებელი, რომ მომიტინგეებზე პირადად ხარებაც ზალადობდა, თუ არ სცემდა აგინებდა. პოლიცია როგორ აგინებს? რეჟიმს ჯერჯერობით არც ხარებას პასუხისმგებლობის საკითხი გამოუკვეთავს. პირიქით, ისიც და მისი მოადგილეების მადლობით და ღირსების ორდენებით გაუშვეს. ჩემზე თავდასხმიდან გავიდა წელიწადზე მეტი, წელიწად ნახევარზე მეტი. გია ჯაფარიძეს თავს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან 2024 წლის 6 მაისს დაესხნენ. მაშინ რეჟიმი რუსული კანონის შემოbrunებით გაბრაზებული ხალხის ძალადობით გაჩუმებას ცდილობდა. ვინც აქციების დაშლისას ვერ ცემეს, ტიტუშკების სახლებთან დაახვედრეს. ეს ძალიან სასაცილო საქმეა, რასაკვირველი არავინ იდენტიფიცირებული არ არის, არავინ დაკავებული არ არის. წელიწად ნახევარია იძახიან, რომ ძიება მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ამოღებულია კამერები, კამერა რომელიც სადარბაზოს კარის თავზე ეკიდა და გარშემო რაც იყო კამერები ყველა არის ამოღებული, უფრო მეტიც წაღებული არის მთლიანად ეს სისტემა, მე ამაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაღაცას ეძახიან DVR თუ CCTV თუ რასაც ქვია. ეს მთლიანად წაღებულია, ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მეზობლები თხოვენ რომ ეს დავაბრუნებინო პოლიციას და პოლიცია თუ პროკურატურა, ადვოკატი ეკონტაქტება პერიოდულად, ამბობს რომ არის ექსპერტიზის ბიუროში. ამ სამხარაულის ბიურომ ჯერ ეთყობა ვერ გახსნა ეს თუ არ ვიცი ხა ისეთებს ვისმენთ უკვე რომ მობილურ ტელეფონებს ვერ ხსნიან თურმე და ეს რომ ვერ გახსნან არ ვიცი ექსპერტიზის ბიუროში არის აგრეთვე ჩემი ტანსაცმელი რომელსაც ასევე არ მიბრუნებენ და აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ჩემი ტანსაცმელი რომელიღაც პოლიციელს აცვია. გია ჯაფარიძემ გითხრა რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში მასზე თავდამსხმელების იდენტიფიცირება მაშინვე მარტივად იქნებოდა შესაძლებელი, რადგან ისინი არაერთი გარესათვალთვალო კამერის თვალთახედვის არეში მოხვდებოდნენ, თუმცა წელიწად ნახევარია გამოძიება უმოქმედოა. კამერები აი ისეთ ადგილას არის ზემოთ დამონტაჟებული, რომ იყურება ყველა მხარეს და თუ თქვათ მანქანა არის სუდად პარკირებული, მაშინვე იწერება ჯარიმა. სასაცილო მდგომარეობა იწყება სულ თავიდან, რომ მოვიდა ეს კრიმინალური პოლიცია, თქვენ ხართ დაზარალებული და რა ვიცი ხა იქ სხვა არავინ იყო ჩვენს მდგომარეობაში, ვინ უნდა ყოფილიყო და მე მთხოვეს რომ როცა მოგიხერხდება ჩამოდი პოლიციაში, ანუ დავეკითხეთ და არ მსგავსი არაფერი. აი როცა მოგიხერხდა რომ გადაივლის ტვინის შერყევა, მე ჩამოდი პოლიციაში, ანუ არასდროს მოსულა ვინმე ამ არც ჰოსპიტალში, არც მე სახლში. ამგვარი დამოკიდებულებით ოცნების პოლიციელები თავიდანვე მიანიშნებდნენ, რომ არაფრის გამოძიებას არ აპირებდნენ. ან რა უნდა გამოეძიებინათ, თვითონ ხომ კარგად იცოდნენ, ვინ დახვდა გია ჯაფარიძეს, ვისი დაცვის წევრები იყვნენ ისინი, ან რამდენი მიიღეს გასამრჯელო. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ აი სახელმწიფო არის მიტაცებული, აქ მე მგონი კიდევ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე. არ არსებობს არანაირი ზღვარი, წაშლილია ყველანაირი ზღვარი, აი ამ მართველ ერთ მუჭა რაღაც კრიმინალურ სინდიკატსა და სახელმწიფოს შორის. წაშლილია ზღვარი ამ ეგრეთ წოდებულ პარტია ქართულ ოცნებასა და სახელმწიფოს შორის. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი სინამდვილეში არის უკვე აი ამ სინდიკატის, კრიმინალური სინდიკატის ნაწილი. ეს არის თავიდან ბოლომდე მათი ორგანიზებული, ეხლა რომ ვიხსენებ, ანუ რა დონეზე იყო ორგანიზებული, ანუ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა, ზუსტად იცოდნენ როდის მივედი
პარკინგზე ადგილი დამახვედრეს, ანუ მიდიოდა როგორც ვთქვათ თვალ-თვალი, მიდიოდა ესეთი ტექნიკური უზრუნველყოფა. იმ დღეს როცა გია ჯაფარიძეს დაესხნენ თავს ქართულ ოცნებას ზუსტი ოპერატიული ცნობებით ტიტუშკები ბევრ მისამართზე ყავდა გაშვებული. იმავე ღამეს სცემეს სამოქალაქო აქტივისტები. სახლთან დახვდნენ და გამეტებით სცემეს ნაციონალური მოძრაობის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი. ალბათ ეს კადრებიც გახსოვთ. ზოგადად ქართული ოცნების მმართველობის 13 წელს თუ გადავხედავთ, ტიტუშკები და მოძალადე ჯგუფები ყოველთვის რეჟიმის მაშველი რგოლები იყვნენ. ხელისუფლება ტიტუშკებს იძახებს მაშინ, როცა დანაშაულისგან ფორმალური დისტანცირება სურს. ასე იყო, როცა ნიკამელია შტაბი გადაწვეს. როცა შუბებით შეიარაღებულები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში შევარდნენ და დაარბიეს. როცა კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები საკუთარ ოფისში სასტიკად სცემეს. როცა TV პირველი ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ და გამეტებით ურტყეს და კიდევ ბევრი როცა. გონიათ რომელიმე შემთხვევისას არ იცოდნენ ვინ იყვნენ თავდამსხმელები. როგორ არ იცოდნენ მეტიც, ზოგ შემთხვევაში პოლიცია შორი ახლოსაც იყო მხოლოდ იმისთვის, რომ თავდამსხმელები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაეყვანათ. ბოლო დღეებშიც რამდენი პროვოკაცია ვნახეთ, როცა მომიტინგებზე მოძალადების დაკავების ნაცვლად ის პირები მისცეს პასუხისგებაში, ვინც ოცნების მიგზავნილ მოძალადეებს წინააღმდეგობა გაუწია. სამწუხაროდ ასეთია ქოცური სამართალი. ახალგაზრდა გოგოზე მოძალადე პოლიციელი მინისტრის მოადგილე ხდება. კალაძის ჰაბიტუსზე რუსული ოცნების დამწერი 23 წლის გოგო კი ბრალდებული. მაინც როდის გახდა ოცნება მოძალადე რეჟიმი. პირადად ჩემთვის სულ ასეთები იყვნენ. წარსულს ჩაბღაუჭებული კაცუნები, რომლებიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომენტიდან შურისძიებით იყვნენ დაკავებული. თუმცა ეს შეკითხვა ჩვენს რესპონდენტებსაც დავუსვი. 2011 წელს როცა ჩამოყალიბდა, ეს უკვე იყო მაშინაც იყო მოძალადეთა ჯგუფი და მოძალადეთა ჯგუფმა უკვე 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და იმ დროიდან მოყოლებული ძალადობს მე შემიძლია გაგახსენოთ 2013 წლის თებერვალი იყო თუ სწორად მახსოვს, როცა ბიბლიოთეკასთან იყო მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, რომელიც მე გაგზელდა პრეზიდენტის სასახლესთან, მახსოვს მაშინ ჩემსვა საერთოდ ნაჯახი ესროლეს, საბურავები დაუჭრეს. მე თბილისში არ ვიყავი, მაგრამ მახსენდება მაშინ უკვე ოპოზიციაში გადასული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების დასაწყლიანებული სახები. მე იყო იმავე წლის მაისი, როდესაც რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედანზე სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს, ხო? თან ხდებოდა ქრისტეს სახელით, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. ქრისტიანობა სწორედ ადამიანის სიყვარულია და რომ ადამიანში ღმერთი ცოცხლობს და ანუ ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეს, თუ ღმერთი გიყვარს, იმიტომ რომ ყველა ადამიანში ღმერთია. მაგრამ აი ნახეთ რა მაშინ რა ხდებოდა, ესეც მე გაირკვა რომ ამაშიც მათი ხელი ერია და ახლა აქედან მოყოლებული რომ გავყვეთ უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანებზე იყო ძალადობა. ეს სისტემა მოძალადე იყო კარგი უკვე დიდი ხანია, თუმცა ამას გარკვეული ადამიანების ჯგუფები ვერ ამჩნევდნენ ამ დრომდე. თუნდაც დავიწყოთ, როდესაც იყო ბასიანის აქციები, როდესაც შევარდა სპეცრაზმი კლუბში და დაარბიეს იქაურობა. ასე შემდეგ გავრილობის ღამე, როდესაც ქუჩაში რეზინის ტოტებს ესროდნენ ხალხს. ამ დროისთვის უკვე განათლად იყო გამოვლენილი, რომ რასთან ქონდა საქმე.
თუმცა ხო რაც უფრო დრო გავიდა, უფრო და უფრო გამოავლინა თავის სასტიკი მხარე. მოკლედ, რაც არ უნდა ხელი იშვიროს ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისკენ, ამ 13 წელში მათ ანგარიშზეც საკმაოდ ბევრი მძიმე თარიღი და სისასტიკეა. ეს არის ნიშანი, რითიც ქართული ოცნება შევა ზოგადად საქართველოს ისტორიაში. ეს იქნება ის ღალატი, ეს იქნება წარმოუდგენელი კორუფცია და აი სახელმწიფოს რანგში ასული ძალადობა. ამით დარჩება ქართული ოცნება საქართველოს ისტორიაში. ჩვენ აღარ ვიქნებით ალბათ ცოცხალი, მაგრამ ასე შევლენ ისინი ისტორიაში, აი როგორც არ ვიცი, თემურ ლენგი და ურვანყრუ. ისტორია, რა თქმა უნდა, ყველა საკადრის ადგილს მიუჩენს, თუმცა მანამდე ამ ქვეყნის მოქალაქეებსაც შეგვიძლია სიტუაციის შეცვლა. გახსოვდეთ, დიქტატორული რეჟიმებიც მარცხდებიან.